ჯერ ნახოთ წვეთი. რა თქმა უნდა, ვერცხლი არის და თანაც დიდი რაოდენობით და ჩავასხათ ახლა ბევრი. ვერცხლის აფინაჟი, ვისაც გაინტერესებდათ, როგორც იქნა მოიპოვეთ ცოტაოდენი ვერცხლი და ახლა გაჩვენებთ ამ ულამაზეს პროცესს. ულამაზესს და არ გამოტოვოთ, ძალიან მაგარი პროცესია. თუმცა ამას ჭირდება ჯერ ვერცხლის ქლორიდი, მერე მეტალიზაცია და მოკლედ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია რა. და გავყვეთ. ეს არის მთლიანობაში ჩემი მასალა. ამებს არ ვაძრობ, იმიტომ რომ აინც აზოტი უნდა დავხარჯო და ბარემ აზოტ შევაჭმევინებ ეს ან ლატუნია ან სპილენძი. აი ეს ტაბლეტები მოძრობილია, ეს არის ტექნიკური ვერცხლი. და ამას ყველაფერს ახლა დავწვავ და მერე აღვადგენ ქლორიდის სახით, მერე მეტალიზაცია. არ დაგვაუწყდეს რომ ამ ყველაფერს ჭირდება სუფთა ჰაერი და მე შეძლებს დაგვარად სუფთა ჰაერზე ვარ მეგობრებო, აუცილებელია ამ პირობის დაცვა. და ამაშივე წავიდა აზოტი. ესეც ასე. რეაქცია ეგრევე წავიდა და რა თქმა უნდა ეგრევე წავიდოდა აბა სხვანაირად ეს არ შეაყოვნებდა. ცოტათი ჩაწყნარდა ჩვენი ვულკანი და რა თქმა უნდა ეხლა აქ ფერი ასეთი იმიტომ აქვს რომ აქ არის ლატუნი, სპილენძი, ვერცხლი, ცოტა პლატინა, ცოტა პალადიუმი, ცოტა ოქრო და მოკლედ კაი სერიოზული ნაზავია რა. მოკლედ ასე მეგობრებო, მთლიანობაში ჩემი დროის 2 საათნახევარი წაიღო ამ პროცესებმა. აქ უკვე მაქვს მარილმჟავა და აქ არის ვერცხლი, სპილენძი, ლატუნი, ცოტა ოქრო, ცოტა პალადიუმის რაღაცეები. მოკლედ, თუ ამაში ვერცხლი არის, ძალიან ლამაზი თეთრი ხაჭო უნდა დაჯდეს მარილმჟავასთან, აი ეგრევე კონტაქტის მომენტშივე და ჩვენი მარილმჟავა და ნახოთ. ჯერ ნახოთ წვეთი. რა თქმა უნდა, ვერცხლი არის და თანაც დიდი რაოდენობით და ჩავასხათ ახლა ბევრი. აი ეს ქლორიდი რაც არის, აი ეს ყველაფერი ახლა რაც გათეთრდა, ეს არის თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად ვერცხლი და ამაში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით ვერცხლი, მეგობრებო, აი. ახლა რაც იწყებთ აღდგენას, ეს არის ვერცხლი. აი ასეთი ლამაზი პროცესია ვერცხლთან მუშაობა. ეს ახლა წავა და ნელ-ნელა დაბლა დაჯდება. თუ მარილმჟავა არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი საკობი მარილი გახსნათ წყალში და იმით იმუშაოთ. კარგად მოვურიოთ. ოჰოჰო, რამდენია ბიჭო, ძალიან ბევრია ხალხო. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი. ეს ახლა უნდა დაიფილტროთ, ძირში დაჯდეს. რამდენჯერმე უნდა გაირეცხოთ და მერე ალუმინით ან ცინკით ამისი მეტალიზაცია უნდა მოხდეს. ნახეთ რა სილამაზეა, ნახეთ. კაი ხანია ველოდები ვერცხლის მასალას. შეხედეთ რა სილამაზეა, როგორ მომწონს, ნახეთ. Magic. კაი, მერე კიდევ დავამატოთ მარილმჟავა. ჯერ ესე იყოს. ასე ნელ-ნელა დაიფილტრება, ჩავა ბოლოში ჩვენი ვერცხლის ქლორიდი და აქვე გეტყვით. ამ ვიდეოს გაგრძელება მეორე ნაწილში იქნება, იმიტომ რომ ამას ერთი დღე მაინც უნდა ვაცადო და გაითვალისწინეთ მეგობრებო, რომ ამის აღდგენას დრო რომ მივცეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხებოდეს მზის პირდაპირი სხივები. თორემ თავისი დაიწყებს აღდგენას და დაგრჩებათ ისევ ტექნიკური ვერცხლი, აქ ბოლოში, აი ხა რასაც ხედავთ, ეს გახდება მყარი ლითონი, ვერცხლი გახდება. თუ მზის პირდაპირი სხივების კონტაქტი ექნება. ამიტომ ეს ახლა უნდა შევინახო მორიდებულად ჩრდილში ბნელ ადგილას. გავაგრძელოთ მერე უკვე ამის დაწვა.